მოგესალმებით ყველა, საინტერესო სიახლეები გვაქვს ფრონტის ხაზზე, ამიტომ პირდაპირ რუკის განხილვით დავიწყებთ, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ ფრონტზე არსებულ გარკვეულ ცვლილებებზე არ მექნება საუბარი, მოგიყვებით ასევე რა ხდება რუსეთის ტერიტორიაზე. მათ შორის, როცა ახლა ამ ვიდეოს ჩაწერას ვიწყებ, მოსკოვის ცენტრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით არის უზარმაზარი ხანძარი. გაჩვენებთ რაზეა საუბარი და მოგიყვებით ასევე ბოლო ცნობების შესახებ, რაც ვრცელდება უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან. ასევე გეტყვით თუ რას აანონსებს და რას გეგმავს უკრაინის შეიარაღებული ძალები სამომავლოდ რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეებში დარტყმებთან დაკავშირებით და რას ამბობს ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი, ის თავის ბოლო განცხადებაში შეეხო ამ საკითხს, რაც ძალიან საგულისხმო არის. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline, იგივე წითელი ხაზი და აქვე თუ არ ხართ ამ არხის გამომწერები, გთხოვთ რომ გამოიწეროთ თუ მოგეწონებათ ცხადია ეს ვიდეო, დაალაიქოთ და გამოთქვათ მოსაზრებები კომენტარების ველში. დავიწყოთ როგორც თქვით, ესე იგი ფრონტის ხაზით, რამდენიმე დღის წინ მე ჩავწერე ვიდეო იმასთან დაკავშირებით, რომ ხარკოვის ოლქში კუპიანსკთან ახლოს, ქალაქ კუპიანსკთან ახლოს ჩრდილოეთი მიმართულებიდან იყო ძალიან სახიფათო გარღვევა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. ახლა გაჩვენებთ მე თქვენ რაზე იყო აქ საუბარი და როგორ შეიცვალა ვითარება ბოლო დღეების განმავლობაში. აი ესეთი სურათი იყო 24 აგვისტოსთვის, 25 აგვისტოსთვის კი აი ასე შეიცვალა ვითარება, როგორც ხედავთ, აი აქ კუპიანსკიდან ჩრდილოეთ ნაწილში მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ გაიზარდა ეს წითელი მონიშნა, რაც ნიშნავს იმას, რომ იყო რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი წინსვლა აქ, აი ხედავთ, რამდენიმე კილომეტრზე არის საუბარი, თუმცა სულ ბოლო 2 დღის განმავლობაში აქ ისევ რადიკალურად შეიცვალა ვითარება. პრინციპში ვიდრე გაჩვენებთ, როგორ შეიცვალა ვითარება, მოდით ვნახოთ, რატომ იყო ეს შეტევა სახიფათო, რაზე არის აქ საუბარი. პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს, რუსები აი ამ შეტევით ძალიან მიუახლოვდნენ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის გზას და მისი გადაჭრის შემთხვევაში, დაბლოკვის შემთხვევაში სერიოზული რისკების ქვეშ ექცეოდა ქალაქი კუპიანსკი. მომარაგების თვალსაზრისით, ქალაქ კუპიანსკზე დიდი ალბათობით შემდგომ უკვე გაიზრდებოდა წნეხი, იმის გათვალისწინებითაც, რომ უკვე იყო გარკვეულწილად ქალაქის გარეუბნებში რუსების შემტევი ჯგუფების შეჟონვაც და თუ კუპიანსკზე წნეხი შენარჩუნდებოდა და საბოლოოდ ეს ქალაქი დაიკარგებოდა, არაერთი სამხედრო მიმოხილველი ამას ხაზს უსვამდა, რომ მთლიანად აი ამ ზონას შეექმნებოდა უდიდესი საფრთხე. მთლიანად ჩახურვის, ასე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ კუპიანსკი აქ ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია, აი ამ გზების დაკავება კი მომარაგების გარეშე დატოვებდა სხვა დასახლებებსაც და სხვადასხვა მხრიდან უკვე შეტევების, ვთქვათ, წამოწყების შემთხვევაში ეს დასახლებები აღმოჩნდებოდა პრინციპში დაუცველი და აქ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბოლოოდ მოუწევდათ უკან დახევა იმისთვის, რომ ალყაში არ მოხვედრილიყვნენ. ესეთი ვერსიები განიხილებოდა, აქედან გამომდინარე იყო ეს ყველაფერი ძალიან სახიფათო, თუმცა ვნახოთ ახლა რა ხდება შემდეგ დღეებში. ეს სურათი შენარჩუნდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში, ანუ 25, 26, 27, 28, 29 და 30-ში უკვე აქ აბსოლუტურად სხვანაირი მოცემულობა გვაქვს. 29-ში რომ დავბრუნდეთ, იყო ასეთი სურათი, უფრო ახლო ხედით ვნახოთ და 30-ში აქ ლურჯი მონიშნა ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიას სრულად აკონტროლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები, აქ აღარ არის წითელი მონიშნა, ანუ რუსები განდევნილი არიან და აქ საგულისხმო ასევე დეტალი ის არის, რომ არათუ იმ ადგილებიდან განდევნეს რუსები, სადაც ისინი ერთი კვირის წინ შემოვიდნენ, არამედ უფრო მეტად წინ წაიწიეს სამ შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ანუ ესეთი სურათი იყო, ცვლილება სახეზე არის, რომ უფრო მეტად სიღრმეში შევიდნენ ისინი და აი ეს გარღვევა პრინციპში სრულად დაბლოკილი არის, ყოველ შემთხვევაში ის წინსვლა, რომელიც მანამდე არსებობდა, ფაქტია, რომ აღარ არსებობს. ეს იყო რაც მინდოდა სასიამოვნო სიახლე მომეწოდებინა უკრაინის გულშემატკივრებისთვის ცხადია, თორე ვისაც წინს ეს ამბავი მათთვის საინტერესო არ იქნება და ეს დიდად სიმართლე რომ გითხრათ არ მაღელვებს. ხო, შემდეგ უკვე გადავიდეთ დონეცკის ოლქში, სადაც ამ დრომდე არის ყველაზე რთული სიტუაცია. დონეცკი არის მთავარი სტრატეგიული ამოცანა რუსეთისთვის. ისინი აანონსებდნენ, რომ ამ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში სრულად დაიკავებდნენ მას, გარღვევდნენ უკრაინის მთავარ თავდაცვის ზღუდეს. იყო ამის მცდელობები, თუმცა არ შედგა ამ დროის მონაცემებით მათ ვერც ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, ვერც
არცერთი სტრატეგიული ქალაქი ვერ დაიკავეს და პირველ რიგში აქ იგულისხმება ცხადია პოკროვსკი, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა და ის სიახლე, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, შეეხება სწორედ პოკროვსკის მიმდებარე ტერიტორიას. მე ასევე წინა ვიდეოებში მაქვს მიმოხილვები გაკეთებული დობროპილიეს მიმართულებით რუსების სწრაფი გარღვევის შესახებ, რომელიც იყო აგვისტოს პირველ ნახევარში, დაახლოებით აგვისტოს შუაში 10 რიცხვის შემდეგ თუ სწორად მახსოვს. დიახ, აი 15 აგვისტოსთვის ასეთი მოცემულობა იყო, ორი შეტევის აქტიური მიმართულება, რომელიც დაახლოებით 10 კილომეტრიან გარღვევას გულისხმობდა მანამდე მათ განთავსების ადგილებთან შედარებით, ანუ აი ზუსტად 11-ში, კი ბატონო, 11-ში ასეთი სურათი იყო და უკვე შემდგომ ესეთი შეტევის მიმართულებები განვითარდა, თუმცა 15 აგვისტოს შემდეგ აქ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან ეფექტურად განახორციელა კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებიდან და შესაბამისად აქ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არათუ უკან დაახევინა მოწინააღმდეგეს რამდენიმე მიმართულებიდან დაიწყეს მათ აქტიური საბრძოლო მოქმედებები და გაწმენდითი სამუშაოები, არამედ აი ამ ზონაში ალყაშიც მოაქციეს აქ შემოსული რუსული დანაყოფები. სიახლე, რომელზეც დღეს ვსაუბრობ, სწორედ აი ამ ტერიტორიას შეეხება, რომელიც მოუნიშნა გენშტაბის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ის ამბავი, რომ აქ რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი არის მოქცეული ალყაში და მათ მხოლოდ ორი გზა რჩებათ, ან უნდა გააგრძელონ ბრძოლა და საბოლოოდ ამოეწუროთ შეიარაღება და წავიდნენ სიკვდილზე, ან უნდა დანებდნენ და შესაბამისად შეივსოს ტყვეთა ფონდი უკრაინის სასარგებლოდ რამდენიმე ასეული დამატებით რუსი სამხედრო სახით. მოკლედ ორივე მნიშვნელოვანი გარღვევა, რომელიც აგვისტოს თვეში განახორციელეს რუსებმა, არის ეფექტურად აღკვეთილი როგორც პოკროვსკთან ახლოს დობროპილიას მიმართულებაზე, ასევე ხარკოვის ოლქში ქალაქ კუპიანსკთან ახლოს. გადავინაცვლოთ რუსეთის ტერიტორიაზე და როგორც თავშივე გითხარით, მოსკოვის ცენტრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით ახლა არის უზარმაზარი ხანძარი და ვნახოთ ერთად კადრები, ესე იგი საუბარია ბალაშიხას ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილ უზარმაზარ ხანძარზე და ხედავთ რამხელა ცეცხლი არის. აქ რამდენიმე ვიდეო კადრი არის, რომელიც დიდი ალბათობით ადგილობრივებმა გადაიღეს და შემდეგ უკვე სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. ეს არის ერთ-ერთი უკრაინული ტელეგრამ არხი, რომლის მასალასაც ახლა მე თქვენ გთავაზობთ, მათ მიერ განთავსებული მასალა არის და რამდენიმე რაკურსი, სადაც უზარმაზარი ცეცხლი და დაკვამლიანება ჩანს. შეხედეთ კადრში, ესე იგი რამხელაა კვამლის და ცეცხლის მოცულობა, თუ შედავაკვირდებით სიმაღლეს თავად ამ ქარხნის ტერიტორიასთან მიმართებით, რაც თავის მხრივ ეს ქარხნის ტერიტორიაც არის რამდენიმე 1000 კვადრატული მეტრის ფართობზე ცხადია განთავსებული, ხო? უზარმაზარი დაკვამლიანება, საკმაოდ დიდი ხანძარი, აი უფრო შორი დისტანციიდანაც ჩანს საკმაოდ კარგად აღიქმება ამ ხანძრის მასშტაბი. მოკლედ ძალიან დიდი ამბავია. ძალიან ცხელი ამბავია პირდაპირ გაგებით და სხვადასხვა წყაროები წერენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის რაღაც უცნაურ დამწვრის სუნთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ქიმიური ქარხანა, შესაბამისად საკმაოდ სახიფათო შეიძლება იყოს აქედან უკვე შემდგომ აი ამ დამწვარი აირების თუ ქიმიური ნივთიერებების გავრცელება. რა შეიძლება დამატებით ვთქვათ, ანუ არ ვიცით ზუსტად დივერსიასთან გვაქვს საქმე თუ პირდაპირ დარტყმა განხორციელდა მაგალითად უკრაინის შორსმოქმედი დრონების ან რაკეტების გამოყენებით, ამასთან დაკავშირებით უფრო ალბათ მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალები თავად ან უარყოფს ან დაადასტურებს მათ მონაწილეობას, როგორც წესი, არ ერიდებიან ხოლმე ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას, თუ სადმე ისინი განახორციელებენ წარმატებულ ოპერაციას, განსაკუთრებით რუსეთის სიღრმეში ენერგეტიკულ ობიექტებზე თუ სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე. ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ ქიმიურ ქარხანაზეა საუბარი, ღია წყაროებში ამ ქარხნის შესახებ არიძებნება პირდაპირ კავშირები, თქვათ, არის თუ არა ის დაკავშირებული რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან და რაიმე მასალით ამარაგებს თუ არა რუსეთის არმიას მაგალითად, თუმცა ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ თუ არ არის შემთხვევითობა და რაღაც უბრალოდ უბედურ შემთხვევასთან ან დაუდევრობასთან არ გვაქვს საქმე, რაც
დიდი ალბათობით გამორიცხული არის, ესე იგი არსებობდა გარკვეული ინფორმაცია სწორედ ომთან ამ ყველაფრის კავშირის შესახებ, მით უმეტეს რომ არაერთი სხვა ქარხნის შესახებ არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი გარკვეულ პროდუქციას აწვდიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და შესაბამისად არიან ლეგიტიმური სამიზნე ამ შემთხვევაში უკრაინის შეტევების თვალსაზრისით. რადგან რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში შეტევებზე ვსაუბრობთ, აქვე მოგიყვებით უკვე ახალი ამბის შესახებ, რომელიც უკავშირდება სულ ახლახანს უკრაინის შეიარაღებაში მიღებული უკრაინული წარმოების ფრთოსანი რაკეტის ფლამინგოს საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან, სადაც ჩანს 3 ფლამინგოს რაკეტის ერთმანეთის მიყოლებით გაშვება. აი ამ კადრებს ხედავთ ახლა სწორედ თქვენ. 3 გამშვები დანადგარი, ჯერ ერთი აფრინდება, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე. რაც არის განსაკუთრებული სათქმელი და აღსანიშნავი ამ რაკეტებთან დაკავშირებით არის ის, რომ ის არის განსაკუთრებით შორი მოქმედების, როგორც მწარმოებელი კომპანიის სპიკერები ამბობენ და შესაბამისად უკრაინის შეიარაღებული ძალებიც ადასტურებს, მათი მოქმედების რადიუსი არის 3000 კილომეტრი, ხოლო საბრძოლო მუხტი არის საკმაოდ დიდი მოცულობის 1150 კილოგრამის წონის, შესაბამისად ეს ნიშნავს ძალიან დიდ გამანადგურებელ ძალას. ამ იდეასთან დაკავშირებით მეტი არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ სულ ახალი გადაღებულია და აჩვენებს რაკეტების 3 რაკეტის გაშვებას, დიდი ალბათობით მათთვის განსაკუთრებული სამიზნეები იქნება შერჩეული სწორედ შორ დისტანციაზე და ამასთან დაკავშირებითაც ველოდებით ინფორმაციის განახლებას. ფაქტი ერთია, რომ უკრაინის სამიზნე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის ნავთობ ობიექტები, ენერგეტიკული ობიექტები, სამხედრო დანიშნულების ობიექტებთან ერთად რუსეთის ტერიტორიაზე და მათი სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის რუსეთის ენერგეტიკის მაქსიმალურად დაზიანება. ამასთან დაკავშირებითაც პრინციპში წინა ვიდეოებში ბევრი ვისაუბრე და შეგიძლიათ გადახედოთ ჩემ არხს და ნახოთ დამატებით დეტალები ამ თემებთან მიმართებით, რამდენი განადგურდა მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული შეტევების შედეგად და როგორ დაზიანდა რუსეთის ენერგეტიკის სექტორი, მათი ნავთობის მოპოვება პროცენტებით და ფულადი დანაკლისით ამ შემთხვევაში, რომელიც მიადგა რუსეთის ბიუჯეტს და შესაბამისად მათ ომის რესურსებს, მათ ომის მანქანას, ამ ყველაფერზე შეგიძლიათ რომ დამატებით გაეცნოთ. რუსეთის ტერიტორიაზე რომ დარტყმები გაგრძელდება, ამას ადასტურებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური ხელმძღვანელობაც. ამ თემას ეხებოდა ზელენსკი თავის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში, რომელიც ციტატასაც ახლა წაგიკითხავთ. ზელენსკი ასეთ რამეს ამბობს: რუსეთის სიღრმეში განხორციელდება დარტყმები, ამისთვის შესაბამისი ძალები და საშუალებები უკვე მზადაა. ეს ყველაფერი დროში ემთხვევა სხვათა შორის ფლამენგოს ამ 3 რაკეტის გაფრენის კადრების გავრცელებას დაახლოებით ერთ დროს გავრცელდა ეს კადრები უკრაინული წყაროების მიერ და დაახლოებით ამავე პერიოდში გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ის განცხადება, სადაც ის სხვა რიგ აქტუალურ საკითხებზეც საუბრობდა, მათ შორის შესაძლო მოლაპარაკებებზე რუსეთთან, დასავლეთის მხრიდან დახმარებაზე და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება ახლო მომავალში, ეს პრინციპში ბოლო განცხადებაში კრემლშიც დაადასტურეს და თქვეს, რომ დააბრალეს ცხადია უკრაინას ის, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა ამ დრომდე, მათ შორის უმაღლეს დონეზე პუტინსა და ზელენსკის შორის და თქვეს, რომ ვიდრე ამისთვის საფუძვლები არ არსებობს, მანამდე ისინი განაგრძობენ სპეციალურ ოპერაციას და აქვე ირწმუნებიან, რომ ამ ყველაფერს ძალიან წარმატებით აკეთებენ, თუმცა როგორც ხედავთ და თავშიც ამაზე დავიწყე პრინციპში მიმოხილვით, მათ რეალურად სტრატეგიული მიზნები არ აქვთ მიღწეული, განსაკუთრებით ამ ბოლო ზაფხულის კამპანიის ფარგლებში მათ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერც ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქის დაკავება ვერ შეძლეს და ვერ გაარღვიეს, მათ შორის დონეცკის ოლქში უკრაინის მთავარი თავდაცვითი ზღუდე, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება რუსეთის არმიის წარმატებად, თუმცა ისინი კვლავ თავისი საზოგადოების გამოსაკვებად იმეორებენ ჯიუტად, რომ წინ მიიწევენ მხოლოდ და ეტაპობრივად თავისი
დასახული გეგმით მიდის ეს მათი ეგრეთ წოდებული სამხედრო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. მანამდე კი პუტინი მაქსიმალურად ცდილობს, რომ როგორმე არ დაკარგოს ძვირფასი კლიენტები, ვისთანაც სარფიანად ვაჭრობს თავისი სანქცირებული ნავთობით. მივანიშნება ამ შემთხვევაში ჩინეთზე, წითელი ხალიჩით შეხვდნენ პუტინს პეკინში, სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრის კადრებს ხედავთ ახლა სწორედ ისევე წითელი ხალიჩით, როგორც ალიასკაზე გაუშალა ტრამპმა ამ შემთხვევაში პუტინს. ვნახოთ ამ შეხვედრიდან რა გამოვა, მანამდე კი მიანიშნებდა სანქციების თემაზე პუტინი, ვიდრე ჩავიდოდა პეკინში და ამბობდა ასეთ რამეს, რომ დასავლეთი ცუდია, იმიტომ რომ ასანქცირებს რუსეთს და ასანქცირებს მის მოკავშირეებს, რომელიც მასთან ვაჭრობენ, მათ შორის ჩინეთს. ამის პოლიტიკური შედეგები უკვე შემდეგი ეპიზოდისთვის შემოვინახოთ რა იქნება. ამ ეტაპზე სულ ეს არის პრინციპში რის თქმაც მინდოდა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია საინტერესო ვიდეო იყო თქვენთვის. თუ ასეა და ალაიქეთ, თუ გაქვთ პოზიციები რაიმე თემაზე, გამომეხმაურეთ კომენტარებში და დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. ნახვამდის.